გურიის პოლიციის თანამშრომლები, როდესაც დამაკავეს, მედავებოდნენ სისხლის სამართლით გათვალისწინებულ რომელიღაც მუხლს, მაგრამ კონკრეტულად არ უთქვამს, რადგან ოქროში 3 მუხლი ეწერა. თბილისში წამოსვლისას ბორკილები მედო ხელზე უკან მოძრავ მანქანაში, რაზეც ვთხოვე რომ მოეშვათ, რადგან მოძრაობის დროს მისი ბუნებრივად მოჭერა ხდებოდა, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს და ისე ჩამოვედით თბილისში. შემდეგ როგორც საბჭოებამ რჩებოდა, არ იცოდნენ საბოლოო ჯამში რისი გაკეთება უნდოდათ, ანუ რა მუხლის ბრალდება უნდოდათ ჩემზე, მაგრამ იზოლატორში როდესაც გამოძიებელი შემოვიდა, სისხლის სამართლის ერთ-ერთი 197 მუხლი აღნიშნა, როგორც მახსოვს, რომ ამით ვიყავი დაკავებული. დღეს სასამართლოზე საერთოდ სხვა რაღაც მოხდა, ანუ მოსამართლის ხმა კარგად არ მესმოდა, როგორც ადვოკატმა ამიხსნა, პროკურატურა გირაოს ითხოვდა და შეიძლება დღესვე გავსულიყავი და გამოვედი სასამართლოდან. რაც შეეხება ბრძოლას, რა თქმა უნდა, არ ჩერდება ეს ყველაფერი. სერიოზული ბრძოლის ფაზაში ვართ ჩემი აზრით, როცა ვერც გაჩერდები თავს ამის ფულას ვერ მიცემ და აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან, ჩემს ახლობლებთან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.